40%-იან ბარიერთან დაკავშირებით მიიღო თუ არა უმრავლესობამ საბოლოო გადაწყვეტილება, არასაპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს არის ნარმანიაზე მორგებული ბარიერი, ასევე ნაციონალური მოძრაობაც გადანაშაულებთ ამაში. თქვენ ხო, რაღაც ცოტა არაფერი სახუმარო არ არის, მაგრამ მაინც იუმორისტული პასუხი გავეცი ამას წინათ, არ ვიცი ვინ ანუ თუ არა, მაგრამ ვფიქრობ გერმანიაზე მორგებული იქნებოდა 51% რო ყოფილიყო. ნუ რაღაც ძალიან დიდი ესეთი იუმორი არ არის თქვათ, მაგრამ მე ვერ მივხვდი რატოა გერმანიაზე მორგება 40%. თუ მომგები ხარ, უნდა მოიგო 40%. ჩვენი ამოცანა იყო, რომ გაზრდილიყო ბარიერი. ვერ გეტყვით, რომ ეს საბოლოოდ არის გადაწყვეტილი. ჩვენ აი ამ პოზიციაზე ვდგევართ, ესე ვფიქრობთ. პოლიცსაბჭო ჩატარდება კიდე დღეს და ამ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მოისმენენ ზვია ძიძიგურის ანგარის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ჩატარებული კონსულტაციების თაობას. ხო ზუსტად როდის იქნება არ ვიცი, იმიტომ რომ იქ ამერიკელთა დელეგაციაა ჩამოსული, მათთან შეხვედრაც იგეგმება და ეს რეგულირდება. ასე რომ თვითონ 40%-ზე ადვოკატი რეფორმაც პროცენტს, მაგრამ ადვოკატირების იმას ვერ ხედავ. დიდ საფუძველს რა აქვს ადვოკატო ამ თემას. ეხლა შეიძლება 50% შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამ თემაზე. რთული სიტუაცია დაუდგება. ეხლა მეორე ხარისხოვანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფა არ არის უმნიშვნელო თემა. 50% შეიძლება გამოიწვიოს 50%-მა მეორე ტური. ასაკვირველია შეიძლება, იმიტომ რომ უცებ პირველივე ტურში 50%-მდე ვერ ავიდეს ლიდერი კანდიდატი და მეორე ადგილზე გასული კანდიდატი შეიძლება თქვათ კონდეს 12%, 8%. და იმის გამო რომ 59% აიღო თქვათ ერთმა ლიდერმა კანდიდატმა და მეორე ადგილზე ვინც გადის, იმას აქვს რაღაც 12% ან 8%. დასაშვებია. იქ ბევრი იქნება კანდიდატები. ხო და გამოდის რომ იმის გამო რომ აი ესე მივიღეთ გადაწყვეტილება 50%-ზე მეტი უნდა იყოს, მეორე ტური აუცილებელი ხდება. გასაკვირველია, კარგია რომ 50% იყოს. ლეგიტიმურობასაც მატებს და რაღაც შემდგომი გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ პირველი ნაბიჯი ძალიან დიდია გამერტმონეს. ეს არის პირდაპირ არჩევნები, გამგებლების, მერების, რომელიც არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში. გავს პირველ ნაბიჯს. დემოკრატიაში იხარჯება, კი, დემოკრატიაც ვერ იღებს, იხარჯება რაღაც დიდი თანხა, მაგრამ გაუმართლებელი არ უნდა იყოს. იმიტომ რომ ვინც დააგროვებს 50%-ან მიახლოებულ ხმების რაოდენობას მეორე ტურშიც ის გაიმარჯვებს. ერთადერთი აი სათუო არის, თქვათ ამბობენ, რომ გაერთიანდება ოპოზიცია, არასაპარლამენტო, თქვათ ოპოზიცია და ერთ კანდიდატს მეორე ადგილზე გასულს უფრო მეტი შანსი ექნება, რომ წინა ტურში პირველ ადგილზე გასულს მოუგოს. ძალიან სათუო საკითხია. არ მოხდება ესე, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება რაღაც გამონაკლის, მაგრამ თავარი რა არის, იცით? თავარი არის ორი რამ. ეხლა პირველი საკითხი არის ესეთი. თუ ჩვენ გადავწყვეტ 50% იყოს, მაშინ მართველი ძალა წავა შეიძლება დასაშვებია. ჩვენ მარტო ის ხო არ არის, ჩვენ ვიქნებით და სულ მუდმივად ვიქხო, შეიძლება ვითარდება ცხოვრება. მოვა გავა ეს 3 წელიც არა. მართველი ძალა ყოველთვის ეცდება, რომ ამ არასაპარლამენტო ოპოზიციიდან გამოხშიროს და ვიღაცები გადმოიბიროს. რომ პირველივე ტურში 50% დაამთავროს და თუ ვიღაცა მეტნაკლებად ავტორიტეტულია, მასთან იმუშაოს. გარდა ამისა, თქვათ, მივიდა მეორე ტურზე. და არის არასაპარლამენტო გაერთიანება, ან ოპოზიციური გაერთიანება, რომელიც თუ შეიკრება რაღაცა შანსი გაუჩნდება. აი ამ ეგრეთ წოდებულ შეკვრას აუცილებლად მოყვება პოლიტიკური კორუფცია. პოლიტიკური კორუფცია, გარიგებები, არაჯანსაღი, მათ შორის საზოგადოების ზურგს უკან. რომ მოდი აი გავერთიანდეთ, გავიყვანოთ ჩვენი კანდიდატი, მოუგოთ ლიდერს და შემდეგ შენ დაგნიშნავ აქ
მე ვიქნები ეს, შენ იქნები ის და შეიძლება ხშირ შემთხვევაში დამაზიანებელი აღმოჩნდეს საზოგადოებაში. ანუ 40% არის საკმარისი ბარიერი იმისათვის, რომ ლეგიტიმურობა იყოს მაღალი და გარდა ამისა არ მოხდეს ეს პოლიტიკური ხშირად არაჯანსაღი რაღაცა გარიგებები და არ დავაზიანოთ ბიუჯეტი. არა ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ ამ ხელა სახსრები დაიხარჯოს იმისათვის, რომ რაღაცა ვითომ არა ნამდვილი დემოკრატიის გზით ვიაროთ. მე ვფიქრობ, რომ ეს 50% მაინც იმ პოზიციის გამომხატველია უფრო, რომ აი დაძაბულობის პოლიტიკური დაძაბულობის კერი შექმნისათვის არის. ჩემი აზრი ესეთია. საბოლოო გადაწყვეტილებას ალბათ უახლოეს დღეებში შეიძლება საათებში გაიგო. ბატონ გიორგი, მთავარ პროკურორთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, შაბათს იყო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, ხომ არ ყოფილა საუბარი, სააგენტოები წერენ ზედელაშვილის შესახებ და ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობა განიხილავს, რომ ეკაბესელია დაიკავებს ამ თანამდებობას. ხომ არ ყოფილა შაბათს უმრავლესობასთან შეხვედრის დროს ამ თემაზე საუბარი? არა, არ ყოფილა, ეს არის მოკლე პასუხი. რაც შეეხება ეკაბესელიას თემას, არ განიხილება. მე პრინციპში რო განიხილებოდეს და უცებ რა ხო შეიძლება გადაწყვიტოს მთავრობამ, რომ ეს პარლამენტთან ხო გასავლელია რაღაც კონსულტაციები. ნუ ფრაქციასთან თქვა ჩემთან. ეგეთი არ ყოფილა და ძალიან ეკაბესელია მაღალი კვალიფიკაციის ადამიანია, კარგი იურისტია, ესეთი ორგანიზაციულად კარგად გამოიყურება მისი რენომე, საერთოდ აქვს რა, ეს კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ არ განიხილება ეს საკითხი. ზედელაშვილი თუ განიხილება? ზედელაშვილზეც აი გუშინ წავიკითხე Facebook-ში. და მაშინ ვინ განიხილება და თუ იყო საუბარი? არა, ჩვენთან არ ყოფილა ამ თემის განხილვა. არც შაბათს, არც კვირას, არც ორშაბათს არ ყოფილა. არ ვიცი. რაც არ იცი, უნდა პირდაპირ თქვა. შოთაძე ბატონო. არა, ნამდვილად არ ვიცი. რაც მე არ ვიცი. სამთავრობას ჩვენ რა საკითხზეც ვილაპარაკეთ ერთადერთი. არა შაბათს, არამედ წინა იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრმა უთხარით თქვა, მოვილაპარაკეთ. რომ განიხილავენ ამ საკითხს და უახლოეს პერიოდში წარმოგვიდგენენ საზოგადოებას კანდიდატურას მთავარი პროკურორის. ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით და ანუ რა საერთოდ ამ საზღვრის განმოწევასთან დაკავშირებით, ამ ტერმინთან დაკავშირებით ცოტა ფრთხილად ვიყოთ ყოველთვის რა, იგივე სამხრეთოსაცი საზღვრის განმოწევა, გაცოცავი, არც ეს ვიღაც პოლიტიკოსები ამას რაღაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ. არის გოკუპირებული ტერიტორია, მდინარე ფსოუდან დაწყებული დამთავრებული ენგურზე. 11 კილომეტრით გადმოიწია უსაფრთხოების საზღვარმა. გადმოიწია კი არა, დაფიქსირდა, კი გადმოიწია. თავიდან იქ გადმოიწია არის, რომ თავიდან იქ ქონდა და შემდეგ აიღო და შეიცვალა ადგილი. უსაფრთხოების საზღვარი შექმნეს, რომელშიც გალის რაიონის გაგრის რაიონის დიდი ტერიტორია მოექცა. აი ამ უსაფრთხოების ხაზიდან ეს ადრე იყო, თქვენ შეიძლება არ გახსოვთ, თქვათ სარფის მხარეს ვერ გადახვიდოდი რა, ბათუმიდან უკვე ბათუმის რაიონიდან ეგეთ ზონა იყო, უსაფრთხოების ზონა იყო, სადაც ვერ შეხვიდოდი სპეციალური საშვების გარეშე. ადგილობრივ მოსახლეობაზე არ არის ლაპარაკი. ეს არის რასაკვირველია ოლიმპიადასთან დაკავშირებული. ამას გამართლება არანაირი არ აქვს. ვინმე რო თქვას, რომ იცით რა, ნუ გაუგოთ რა, ეხლა ოლიმპიადისთვის უსაფრთხოების ზომებს იღებენ. ჩვენ ვიცით, რომ უსაფრთხოებისთვის იღებენ, რომ ვის ტერიტორიაზე იღებენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე იღებენ ზომებს, რომელსაც დიდად არ უთანხმებენ არც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას. ამაშია საქმე, ამას პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს. ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარება არა მარტო რუსეთს, არამედ მთელ დასავლეთს აწყობს და ჩართულები არიან რუსეთთან ერთად თანამშრომლობაში ამ უსაფრთხოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. რასაკვირველია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოსვლა, უსაფრთხოების ზონების შექმნა
ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ადგილობრივ დე-ფაქტო ხელისუფლებასთანაც ქმნის პირდულ ხერხულობას, რომელიც ადიდად არ ანაღულებს რუსეთის ხელისუფლებას მისთვის თავარეგეთ. უფრო მეც გეტყვით, ქალის რაიონშიც არის უსაფრთხოების გაზრდილი რეჟიმი შემოღებული და იგივე შეიძლება ითქვას არც ცენტრალურ დე-ფაქტო ხელისუფლებას, არც ლოკალურ ქალის რაიონის დე-ფაქტო ხელისუფლებას დიდად არ ეკითხებიან თუ რა ზომებს და რა იმას გაატარებენ. ნუ და ცდილობენ რომ დელიკატურები იყვნენ ქართველი მოსახლეობის მიმართ, მაგრამ ფაქტია რომ დამატებითი ზომები მიიღება იქაც. და ენგურის ხიდზეც. იცით რა არის, თვითონ იმათაც აქვთ რაღაც ბრალდებები, რომელიც შეიძლება არ აძლევთ საშუალებას, რომ ექსტრადიცია მოახდინონ. თვითონ ფრანგებსაც და შეიძლება სხვასაც. ექსტრადიციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რამდენადაც ვიცი, საქართველოს პროკურატურაც ჩართულია რაღაც საკითხებში, იუსტიციის სამინისტრო, ასე რომ კომპეტენტურ სტრუქტურებს ჯობია შეეკითხოთ. მე არაფერს არ ვამბობ, აი მეკითხარით, ეს არის მდგომარეობა. შეიძლება მოხდეს, შეიძლება არ მოხდეს. იუსტიციის სამინისტროს ჯობია უფრო კომპეტენტურ პასუხს. იცით რა, სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს, ალბათ მე ის რესპონდენტი არა ვარ, ვინც ამაზე უფრო დეტალურ პასუხს მოგცემთ. ამჟამად პრეზიდენტი იცით იმყოფება თურქეთში. ვიზიტი არ უახლოეს პერიოდში არ იგეგმება. ამერიკის შეერთებულ შტატებში. ისე მაგათ საინტერესო შეკითხვა არის რა, რადიოშიც მოусმინე იმას განცხადებას, იმის ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ ჯობია წავიდეს ამერიკაში, ვიდრე რაღაცა თავის დიოს, თავის ოპონენტებს. მაგარი თქმა არის. რაც ჯობია ახლა მარტო პრემიერ-მინისტრზე კი არ არის ეს დამოკიდებული. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გრაფიკი არის ძალიან მჭიდროდ გაწერილი. საკითხები არ შეიძლება თქვა, შეიძლება ჩახვიდე, თქვა 1 საათით შეხვდე, სააკაშვილს ჰქონდა ამის ცდელობა და გააკეთა დიდი ძალისხმევა დაუჯდა. მოსამზადებელია ვიზიტი და ვიზიტის შედეგი უნდა გქონდეს. ესე ადვილად არ ხდება ვიზიტების მომზადება. უკრაინაში ყველაზე ცუდი და შემაშფოთებელი რაც არის ეხლა უკრაინაში ის რომ მომიტინგეთა ძალიან დიდი ნაწილი ფაქტიურად გამოსულია ამ ოპოზიციური ლიდერების კონტროლიდან. აი ეს არის ყველაზე ის თვითონ მოლაპარაკების მიმდინარეობა ქმნიდა წინაპირობას რომ ოპოზიციის მოთხოვნების ძალიან დიდი ნაწილი შესრულებული ყოფილიყო. მაგრამ მომიტინგეთა დიდი ნაწილი საკმაოდ დიდი ნაწილი გამოვიდა კონტროლიდან და ბლოკირებას და საკმაოდ ისეთი ორგანიზებული ძალისმიერი მეთოდებით დაიწყეს ბლოკირება სამთავრობო და საპარლამენტო შენობების. აქედან გამომდინარე ამან განაპირობა მნიშვნელოვანწილად ამან განაპირობა ის შეჯახებები რომელიც ეხლა მიმდინარეობს. საკმაოდ რთული მდგომარეობაა. მე არ ვიცი ამ დილისთვის როგორ განვითარდა მოვლენები, მაგრამ საკმაოდ ძიმე მდგომარეობა. ბევრი დაშავებულია ორივე მხარეს. ორივე მხარეს არ ვაიგივებ, მაგრამ კლიჩკო და მოუწოდა ხალხს, მაგრამ იაცენიუკმა და კლიჩკო მოუწოდეს ხალხს, რომ რაღაც შეეგავებინა თავის ძალისმიერი ქმედებებისგან, მაგრამ ვერ აკონტროლებენ სიტუაციას.